ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, რის გამოც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ხიდის სანაპირო და შუალედური ბურჯების გამაგრებას, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, საყრდენი ბალიშების, ანტისეისმური საბჯენების, ანკერებისა და ბეტონის ბაქნების მოწყობას, ასევე სავალი ნაწილის რეაბილიტაციას. პროექტის განხორციელების შედეგად ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახიდე გადასასვლელი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ინფრასტრუქტურის საიმედოობასა და მდგრადობას. ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი. კახეთის რეგიონში სამელიორაციო საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რეგიონი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ერთ-ერთ ძირეულ და მნიშვნელოვან რეგიონს. სწორედ ამიტომ მელიორაციას აქვს კახეთის რეგიონში ბევრი პროექტი წელს გასახორციელებული და დაგეგმილი. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაწყვეტილია სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და სათავე ნაგებობათან ხიდის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ამ ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად ხიდის შუალედი და განაპირა ბურჯების რეკონსტრუქციას, გამაგრებას და სავალი ნაწილის მთლიანად შეცვლას. ამორტიზირებული ძველი რკინა-ბეტონის კოჭები იცვლება ახალი რკინა-ბეტონის კოჭებით.